რომ ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ამ დანაშაულის პროვოკაციას შეეწირა ადამიანების თავისუფლება, ვინც ციხეში სხედან და ამავდროულად აი ჩემი აზრით უკიდურესი ამორალურობა არის ის, რომ ამას შეეწირა ისიც, ვინც არ აყვა პროვოკაციას. პატა მანჯღელაძის სახით. ეს კაცი ციხეში ზის, იმიტომაც კი არა, რომ პროვოცირებულ დანაშაულს აყვა. არამედ აი, ვინც არ აყვა ისიც, რომ ციხეში მოხვდა. ამის გამო. მტკიცებულება, რის გამოც კაცი 7 წელი მიუსაჯეთ. იმ ხალხსაც ვამბობ, მტკიცებულება არის იმ ადამიანის მიერ თანხმობა დეკლარირებაზე, რომ ის არის ორგანიზატორი, იმ ადამიანის მიერ ყოფნა პასიური როლი. ქმედება გამოიხატა, რომ დაიდენტიფიცირა თავი. სელფი გადაიღო პატა ბურჭულაძესთან. სელფი არა, დაიდენტიფიცირა თავი იმ ადამიანებს შორის, ვინც ამ ძალადობრივი რევოლუციის მაიდნის მომწყობი. ახლა იურისტი რო ბრძანდები, ახლა წაგიკითხავთ კიდე. მან პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის საკუთარი პლატფორმა გამოიყენა, დაიდენტიფიცირდა მოძალადე ადამიანების ორგანიზატორებს შორის, რითაც მან პასიური ქმედებით გამოხატა, დააფიქსირა ორგანიზებაში თავისი როლი. აი ხო თქვენს რომ ვიღაცა ამას აორგანიზებდა, ვიღაცას იარაღი მოქონდა, ვიღაცა შევარდა, აი ერთადერთი პროვოკაციაო, რაც შეიძლება ითქვასო, ბატონი მამკა რასაც საუბრობდა. პატა მანჯგელაძე იყო ამ რა ჩამოთვლილებში ერთადერთი ადამიანი, რომელიც აი იმ პროვოკაციას არ აყოლი, იქ არ ყოფილა პრეზიდენტის სასახლესთან და აი ორი პაატა სადაც რომელთანაც ერთი შევიდა პრეზიდენტის სასახლეში და მეორე სახლში წავიდა ერთნაირად 7 წლიანი სასჯელით როგორ შეიძლება იშებოდეს აი ამისი არგუმენტი რა შეიძლება არსებობდეს და მინდა რომ აი მართლა მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს და აგერ ჩვენს დღევანდელ ოპონენტებსაც რომ შუამდგომობა გაუწიონ უდანაშაულო ადამიანს რომ თავის ოჯახს დაუბრუნდეს არ დარჩეს სტაბილიზება რომ რაღაც მემტერია იმესი და ძალიან გვიხარია ვიღაც პატიმრობა მე ერთადერთი რაც შემიძლია დღეს ობიექტური რომ იყო და თან რაღაცა ჰუმანურობად გამოვამჟღავნო რისი სურვილი მართლა მაქვს მაგრამ არ მაქვს იმის სურვილი რომ იურისტებმა იფიქრონ რომ წარმოდგენა არ გვაქვს არაფერს პატას შემთხვევაში იმის აღიარების მონანიების როგორც სხვა შემთხვევებში იყო ახლა თქვით და რა მოინანიოს რაც არ ჩაუდენია მოდი დამაწერია ერთად დამაწერია ტექსტი დამაწერინეთ რა მოინანიოს რუანდის кейსმა არ უშველა იურისპრუდენციას საერთაშორისო სამართლის აღიარებულმა პრინციპებმა არ უშველა და დამაწერინოთ მონანიების რომ კაცთან შევიდე და უთხრა რომ ამას მოაწერე ხელმეთქი არა ერთი წამით არ არის აუცილებელი უშუალო ამსრულებელი იყო დანაშაულის სხვა თანამონაწილეობის ფორმებიც არსებობს და ამას თუ აუხსნით მე მიხდება ადამიანი რა უნდა მოინანიოს და ხა ლექციებს ხوار ჩავატარებ აქ და პროფესორობას ხوار დავიწყებ მართლა